ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ და მოსამართლეთა მიმართვა გიორგი პაპუაშვილს. რატომ აცხადებს მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომ გიორგი პაპუაშვილისთვის არც ერთ მოსამართლეს ზეწოლის ფაქტი არ დაუდასტურებია? განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კონტექსტის შემცველ საქმეებს დაჩქარებულ რეჟიმში. დეტალებით ლიკა ალელიშვილი 20:30-ში. საკადრო ცვლილებები მთავრობაში როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი რესპუბლიკელი მინისტრების გადადგომას? რატომ არ აკეთებს კომენტარს პაატა ზაქარეიშვილი და როგორია თინა ხიდაშელის პოზიცია? ვინ ჩაანაცვლებს რესპუბლიკელ მინისტრებს? თემის დეტალებით თამარ ციკლაური 20:30-ში. ცენტრპოინტის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში და დაზარალებულების დაპირისპირება რუსუდან კერვალიშვილთან. რა ჩვენება მისცეს ბრალდების მოწმეებმა სასამართლოს? ვის დაკავებას მოითხოვენ დაზარალებულები და რატომ ადანაშაულებენ რუსუდან კერვალიშვილს სიცრუეში? ცენტრპოინტის საქმის დეტალები ნიკა მუკბანიანის რეპორტაჟში. საღამომშვიდობისა, ეს 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი FM 98-სა და 1-ზე რადიო უცნობის საშუალებით. 20:30-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართვა გიორგი პაპუაშვილს 5 მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს წერილით მიმართავს. მოსამართლეების ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ იხილავს სასამართლო განსაკუთრების სწრაფ ტემპში მხოლოდ რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას და კაბელების საქმეს. მოსამართლეები მიმართვაში აცხადებენ, რომ გიორგი პაპუაშვილი პრიორიტეტს პოლიტიკურ საქმეებს ანიჭებს. რიგითი საქმეების განხილვა კი გაურკვეველი დროით არის გადადებული. ამის ფონზე პლენუმის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ, საქმეების განხილვის პროცესი მაქსიმალურად მიახლოვდეს რიგითობის და თანმიმდევრულობის პრინციპთან. განცხადებას ხელს მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა აწერენ. პარალელურად მთავარ პროკურატურაში მოსამართლეთა ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გამოკითხვა გრძელდება. დღეს გამომძიებლების შეკითხვებს მერაბ ტურავამ და მაია კოპალეიშვილმა უპასუხეს. ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით. ლიკა, რა წერია უფრო კონკრეტულად 5 მოსამართლის წერილში და რას პასუხობთ მათ გიორგი პაპუაშვილი? დიახ, ნათია, გიორგი პაპუაშვილმა 5 მოსამართლის მიერ გავრცელებულ განცხადებას სულ ცოტა ხნის წინ უპასუხა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ გაუგებრობა მალე ამოიწურება და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გიორგი პაპუაშვილი ამასთანავე ამბობს იმასაც, რომ სამართალწარმოების საქმეების განხილვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. დაჩქარებული წესით საქმის განხილვა ეგეთი რამე არ არსებობს. რომელი საქმეც უკვე მზად არის განსახილვა ვიხილავთ, რომელი საქმეც არის გამოსაცხადებელი და საქმე ვაცხადებთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, არის ხოლმე პრიორიტეტი, როდესაც საქმე ეხება ან სიცოცხლის უფლებას, ან თავისუფლების აღკვეთას, ან სიტყვის თავისუფლებას, ამ შემთხვევაში ვცდილობთ შესაძლებლობის დაგვა, რაც ჩვეულებრივ პრაქტიკა ისე როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ჩვენ სასამართლოს და მსოფლიოში ყველა საკონსტიტუციო სასამართლოს. მედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა მალე აღმოიფხვრება და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობა ჩვენ რეჟიმში, რომ არ დაზიანდეს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. მოსამართლეებმა გიორგი პაპუაშვილის მიმართვა დღეს გაავრცელეს. ამ წერილში წერია, რომ ისინი ადანაშაულებენ გიორგი პაპუაშვილს იმაში, რომ კონკრეტული საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ეს საქმეები კი ძირითადად პოლიტიკური კონტექსტის საქმეებია, ხოლო ის საქმეები კი, რომლებიც პოლიტიკურ კონტექსტს არ შეიცავს, გადადებულია გაურკვეველი ვადით. ამასთანავე დღესვე იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ეს განცხადება გაავრცელეს, გააკეთეს დამატებითი კომენტარები და განცხადებები, თუმცა პლენუმში სულ 9 მოსამართლეა, აქედან 5-მა გაავრცელა ეს განცხადება, დანარჩენი 4 კი კოლეგების მოსაზრებებს არ ეთანხმებიან. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სხვა გაცილებით უფრო ადრე შესული ძველი საქმეები უკვე საკმაო პერიოდია თავიანთი განხილვა გადაწყვეტის რიგს ელოდებიან.
თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით მათზე წინსწრებით ხდება თქვენი მხრიდან რიგი საქმეების გამორჩევა და მათი დაჩქარებული განხილვის რეჟიმში გადაყვანა. უფრო კონკრეტულად კი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელი. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზეც ხდომა საკმაოდ შემოკლებულ ვადაში 2 აგვისტოს ჩაინიშნა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, უფრო სწრაფად ჩაინიშნა, ვიდრე რიგითობის წესი ამას ითვალისწინებდა. ის რომ ამა თუ იმ საკითხს თქვათ იხილავ დაჩქარებული წესით და ეგრეთ წოდებული დაჩქარებული წესით, ეს იმავდროულად არ მიანიშნებს მის პოლიტიკურ კონტექსტს. აი ეს არის საფუძველშივე მცდარი. ეს იმავდროულად შეიძლება მიანიშნებდეს უფლებების დაცვის სასწრაფოობას. მე და ჩემი კიდევ 4 კოლეგა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოვითხოვთ ზეწოლის ფაქტებთან ერთად ასევე გამოკვლეულ იქნეს თუ რატომ რის მიერ რომელი კანონის საფუძველზე ხდებოდა პროცესის ამა თუ იმ მონაწილის სარჩელის შეცვლა სხვა სარჩელით რომლის მოთხოვნა არსებითად განსხვავდება იმ ძირითადი სარჩელისაგან და რომლის შეცვლის გარეშეც და ცვლილების გარეშე ეს სარჩელი არ იქნებოდა სარჩელი და მას საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ არ მიიღებდა. აღნიშნული ინსინუაციები მე ასე ვიტყოდი. ქმნიან ძალიან არასასურველ ფონს შემდგომში და მთლიანად ინსტიტუციას დარქმის ქვეშ აყენებენ და მის გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. სამომავლოდ, როგორიც არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა, დაკმაყოფილდება თუ არა. ამიტომ პირველ რიგში შესაკითხები და გაირკვეს მალე, რის შემდეგაც უნდა შევიდეთ ამ საკითხების განხილვაში, უნდა გავიცოთ რიგითობა, რომ მხარეებს არ გაუჩნდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით. ერთ საქმეს სკარა რატო იხილება და ჩემი საქმე, რომელიც შემოწმელა ბევრად ადრესარჩელი, ის რატო არ არის განხილული. დღესვე მოსამართლეები მაია კოპალეიშვილი და მერაბ ტურავა მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, როგორც მათ განაცხადეს, კონკრეტულად მათ მიმართ ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა ასევე მერაბ ტურავა აცხადებს, რომ მას საერთოდ არ სმენია თუ რომელიმე მოსამართლეზე განხორციელებული იყოს ზეწოლა. არც ინდივიდუალურ საუბრებში ჩემს კოლეგებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, არც კოლეგიალური შეხვედრების დროს, რომელსაც ატარებდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე, არასდროს ჩემი თანდასწრებით არ ყოფილა საუბარი არც ერთ ფაქტზე, გარემოებაზე, პიროვნებაზე, რომლის მიმართაც შეიძლებოდა რაიმე სახის ზეწოლას ჰქონოდა ადგილი. მე კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული ფაქტი, რაც ჩემთვის იყო ცნობილი და კონკრეტული პიროვნების დასახელებით, რა თქმა უნდა, მივაწოდე ინფორმაცია კონკრეტულად რაც ჩემ ხელთ იყო ცნობილი. ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მაქსიმალურს ცდილობს საქართველოს პროკურატურა და ამ სისხლის სამართლისზეც ვერ იქნება განსხვავებული მიდგომა, რა თქმა უნდა, შევეცდებით მაქსიმალურს ამოვწუროთ ყველა შესაძლებელი მიმართულება და შედეგებს ვაცნობთ საზოგადოებას. განსაკუთრებული მიდგომა არც ერთ საქმეზე არ არსებობს და ვერ არსებობს ვერც ამ საქმესთან მიმართებით. მოსამართლეთა შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება გიორგი პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე დაიწყო. გლობალიკა ლიკა ალელიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პროკურატურაში დღეს გია აბდალაძე დაიკითხა. ფოტორეპორტიორს განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩვენება მიცემული ჰქონდა, თუმცა დღეს პროკურატურაში დამატებით შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დაიბარეს. თუ რა შეეხებოდა დამატებითი შეკითხვები, აბდალაძე არ ახმაურებს, ვინაიდან საქმეს ჯერ კიდევ გრიფით საიდუმლო ადევს. აბდალაძესთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელიც ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმეზე პირველად დაიკითხა. მან ჩვენება აბდალაძის დაკავება ჩხრეკის დეტალებზე მისცა. აბდალაძეს იმედი აქვს, რომ საქმეს გრიფი უახლოეს პერიოდში მოეხსნება და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გადაიხედება. რაც შეეხება სხვა ფოტორეპორტიორებს, ზურაბ ქურციკიძეს, ნათია და ირაკლი გედენიძეებს, მათ განაცხადეს, რომ პროკურატურას ჩვენება 1 წლის წინ მისცეს და მას შემდეგ დაკითხვაზე აღარ დაუბარებიათ. ფოტორეპორტიორები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, 2 კვირაში კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. დამკითხეს კიდე რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ანუ დეტალებზე, რა კონკრეტულ დეტალებზე, რაც ჩვენება მანამდე ჰქონდა მიცემული. მე პირადად რამოდენიმეჯერ ვიყავი პროკურატურაში, მაგრამ დღეს უფრო დაზუსტება მოხდა რაღაცა დეტალების. ჯერჯერობით თავ შევიკავებ ამ დეტალებზე საუბრისგან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ
უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი დასრულდება და სამართლიანობა აღსგება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ ბრალი დაგვდეს იმაში, რაც თითოეულ ჩვენთანაც არც ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ღალატზეა საუბარი. განცხადებები გადადგომის შესახებ უკვე დაკმაყოფილებულია და რესპუბლიკელი მინისტრები თანამშრომლებს 1 აგვისტოსთან ემშვიდობებიან, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი, ვინ შეცვლის თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. დღეს გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე რას აპირებს თავდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. თუმცა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება პოლიტიკურ წრეებში. თამარ ციკლაური გვეტყვის პირდაპირ ეთერში რა მოლოდინი არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, რასაც ცხადებენ პოლიტიკოსები და ხომ არ სახელდება სავარაუდო კანდიდატურები თავდაცვის მინისტრის პოსტზე. დიახ, 2 დღის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის შემცვლელად რამდენიმე შესაძლო კანდიდატურა დასახელდა. მათ შორის საუბარი იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეზე ირაკლი სესიაშვილზე, ასევე საუბარი შეეხებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ზალკალიანს, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თავდაცვის მინისტრად ეონა აქუბარდია დასახელებულიყო, თუმცა დღეს არც ერთი ეს კანდიდატურა არ დადასტურებულა. თავად დავით ზალკალიანმა უარყო ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან, მან თქვა, რომ მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება. თუმცა მიუხედავად ამისა, თავდაცვის მინისტრად არ გამოირიცხება, რომ პრემიერ-მინისტრმა ამჟამად თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე დაასახელოს. ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რადგან დღეს პრემიერ-მინისტრს ამ თემასთან დაკავშირებით არ უსაუბრია და თქვა მხოლოდ ის, რომ ახალ მინისტრებთან დაკავშირებით ბრიფინგს უახლოეს დღეებში გამართავს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრიფინგი 1 აგვისტოს ჩაინიშნოს, რადგან ოფიციალური მიმართვის მიუხედავად თინა ხიდაშელი თანამდებობას სწორედ 1 აგვისტოდან დატოვებს. ისევე როგორც 1 აგვისტოს დატოვებს თანამდებობას სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მისივე მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაინიშნება. გავრცელდა ინფორმაცია ბატონო დავით იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი კანდიდატურა განიხილება, დააწყნარებთ, არ განიხილება. მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ის რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლება ამ დრომდე უცნობია. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული დახურული შეხვედრის დეტალები და ისიც ისაუბრეს თუ არა დავით უსუფაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებების შესახებ. მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს არც საგარეო საქმეთა მინისტრს. მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით. თავარია თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შესაბამისობა და ეს იქნება ალბათ ის რის მიხედვითაც და რა მიზნების მიხედვითაც უკვე თავდაცვის მინისტრი იმუშავებს პოსტზე. ამ ვითარებაში მინისტრების შეცვლა, ახალი მინისტრის დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს არის პრემიერის პასუხისმგებლობა, პრემიერის პრივილეგია და პრემიერის ტვირთი, რომ შეარჩიოს ღირსეული მინისტრები კაბინეტისთვის. იმიტომ რომ ყველა სამინისტრომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. რაც შეეხება რესპუბლიკელ მინისტრებს, რომლებმაც მიმართეს პრემიერ-მინისტრომ უკვე გავიდა ის შეთანხმებული ვადები და უკვე საჭიროა მათი გათავისუფლება თანამდებობებიდან. დარწმუნებულია, რომ ტოვებენ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებულ საქმეს და მზად იქნებიან ყველანაირად გვერდში დაუდგნენ იმ ახალ მინისტრებს, რომლებიც ამ თანამდებობებზე დაინიშნებიან. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ არც ქართული ოცნების წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამბობენ, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომელიც გააგრძელებს გზას ევროინტეგრაციისკენ და აქტიურად იმუშავებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებისთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცვლილებებს მთავრობაში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ 1 და 2 მინისტრის ცვლილებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, მაგალითად პატრიოტთა ალიანსის წევრები ასახელებენ კანდიდატს, რომელიც მათი თქმით კარგი მინისტრი იქნება. სკამთან ერთად არ წავიდა?
აი ეს არის კომენტარი. დავით ევზაძე არის ქართული იდეოლოგია და ის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, მას პარტია აქვს შექმნილი. აი დავით ევზაძე არის მაგალითად ჩვენი იდეოლოგიური მოკავშირე და ის იქნებოდა კარგი თავდაცვის მინისტრი. მე პრინციპულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ვინ იქნება ამ თავრობაში მინისტრი, იმიტომ რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა მართლა არ აქვს. ხელისუფლება არის სამწუხაროდ აბსოლუტურად უსუსური, აბსოლუტურად უუნარო და არაკომპეტენტური და ერთი მინისტრი კიდეც რომ მოიძებნოს, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი, რეალურად ის სურათს ვერ შეცვლის. თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მოახერხებს რომ ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც საგარეო პოლიტიკა გულისხმობს, ასე ვთქვათ, ინტენსიფიკაციას დასავლეთის მიმართულებით, ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით ინტეგრაციას, ამავე დროს პრაგმატული პოლიტიკის წარმართვას მეზობლებთან მიმართებაში, მათ შორის რუსეთთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტანციებში აქტიურ საქმიანობას იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები წინ წაიწიოს. ეს ყველაზე რთული კითხვა, რომელსაც ამ დღეებში ვერ პასუხობ. ვინ იქნება შემდეგი მინისტრი? პრემიერმა თქვა, რომ მას აქვს დრო კონსულტაციებს გამართავს და შემდეგ ის ამაზე უკვე ისაუბრებს. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მე არ მახსოვს გადაწყვეტილებები, რომელიც გუნდის სახელით მიუღია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ის არ ყოფილიყო კონსულტაცია გავლილი. მას აქვს ძალიან კარგი ფორმატი, როდესაც ის ელაპარაკება მთავრობასაც და პოლიტიკურ საბჭოსაც. ვენდობი პრემიერის გადაწყვეტილებას დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გადაწყვეტილება გონივრული. როგორც უკვე გითხარით, პაატა ზაქარიაშვილი და თინა ხიდაშელის თანამშრომლებს ოფიციალურად 1 აგვისტოს დაემშვიდობებიან. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ორივე მინისტრმა განცხადებით პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართა და გიორგი კვირიკაშვილმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა. მადლობა, პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური გვერდთვებოდა. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის ნაწილი კვლავ პოლიტიკოსთა უკმაყოფილების და კრიტიკის მიზეზი ხდება. არჩევნებამდე 2 თვით ადრე ისევ მაღალია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერენ მხარს. გამოკითხულთა უმრავლესობა ქართული ოცნებისთვის გეგმავს ხმის მიცემას. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა არასოდეს მისცემს ხმას ნაციონალურ მოძრაობას. NDI-ის წარმომადგენლების თქმით, არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან გამოკითხულთა უმრავლესობამ ჯერ არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. მიშა ფეიქრიშვილი ესწრებოდა დღეს კვლევის პრეზენტაციას და უფრო დეტალურად მოგვაწვდის ინფორმაციას, როგორია პოლიტიკა ციფრებში. დიახ, დღეს გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არ ენდობიან აღნიშნულ კვლევას, ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური სურათი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა ერთ საკითხზე ყველა თანხმდება და ერთ საკითხთან დაკავშირებით ყველას ერთი იმედი აქვს, რომ ის ამომრჩეველი გამოკითხულთა ის უმრავლესობა, რომლებიც ამ დროისთვის აცხადებენ, რომ არა აქვთ გადაწყვეტილი, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერენ მხარს, სწორედ იქნება ის ამომრჩეველი, რომელსაც კონკრეტულ რომელთა ხარჯზეც კონკრეტული პარტიების მხარდაჭერა გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში NDI-ის წარმომადგენლებმა, როგორც აღინიშნა უკვე განაცხადეს, რომ ამ დროისთვის შეუძლებელია არჩევნების შედეგის პროგნოზირება, იქიდან გამომდინარე, რომ გამოკითხულთა 57% და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ჯერჯერობით არ არის დარწმუნებული იმაში, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ხმას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენ შეხედულებებთან? ასე გადანაწილდა პასუხები. არც ერთი პარტია 27%, ქართული ოცნება 19%, ნაციონალური მოძრაობა 15%, სახელმწიფო ხალხისთვის 5%, ამდენივე მაჩვენებელი აქვს პატრიოტთა ალიანსს და 4%-ით ბოლო ადგილებს ინაწილებენ თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტები. გარდა ამისა, გამოკითხულთა იმ რაოდენობას, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს საბოლოოდ, რომ არჩევნებში მივა და მისცემს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 32% მხარს ქართულ ოცნებას დაუჭერდა, ხოლო 26% ნაციონალურ მოძრაობას. კვლევის თანახმად, გადაწყვეტილი ამომრჩევლების 7% ხმას პატრიოტთა ალიანსს მისცემდა, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 6%, ხოლო არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ხმას არ მისცემდა 2%, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილებულია ჯამში 11%. გარდა ამისა, კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას? გამოკითხულთა უმრავლესობა 21% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 21%-მა ამ კუთხით ქართული ოცნება დაასახელა. გამოკითხულთა 15%-ისთვის ასეთი პარტია არ არსებობს. 4% აქვს ლეიბორისტულ პარტიას და გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას. გარდა ამისა, 2% აქვს პატრიოტთა ალიანსს და რესპუბლიკურ პარტიას. საინტერესო ტენდენცია
ტენდენციებს რაც ეხება კვლევის, შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის კვლევის მიხედვით ახალგაზრდები უფრო არიან ის სეგმენტი, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემენ ხმას და როგორც ჩანს პოლიტიკურ პარტიებს ამ კუთხით მოუწევთ მუშაობა. გარდა ამისა, ტენდენციები რა იქნება ამ მრჩევლისთვის გადამწყვეტი ხმის მიცემისას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გადამწყვეტი იქნებიან პერსონები თუ ვინ იქნებიან საარჩევნო სიაში წარმოდგენილი ან მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი კონკრეტული პარტიების მიმართ და ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამორჩეული გაამახვილებს პარტიის წარსულ საქმიანობაზე. გარდა ამისა, რაც ეხება საარჩევნო პროგრამას, ამ კუთხით ამორჩეული ნომერ პირველ საკითხად აყენებს ეკონომიკურ პროგრამას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია წარადგენს ამ კუთხით ყველაზე საუკეთესო პროგრამას. საინტერესო დეტალია ისიც კვლევის მიხედვით, თუ რა ფაქტორებია ამორჩევლის ხმის მიცემისას გადამწყვეტი. ამ კუთხით ამ გამოკითხულთა უმრავლესობა საუბრობს, რომ მათთვის გადამწყვეტი იქნება ახლობლების და ოჯახის წევრების აზრი და საკმაოდ მაღალია კვლევის დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით 35% გაითვალისწინებს მღვდლისა და მრევლის პოლიტიკურ შეხედულებებს. ჩვენ აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ბუნებრივია დღეს ვესაუბრებთ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, დავიწყოთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებით. მათი უმრავლესობა NDI-ის მიერ დღეს წარმოდგენილი კვლევის შედეგებს არ ენდობა, როგორც ისინი აცხადებენ და ნაწილი აღნიშნავს, რომ შესაბამისი საჩივრითაც შესაძლოა ახლოს მომავალში შეერთებულ შტატებსაც კი მიმართონ. დღეს საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა გაერთიანებული მოძრაობის წარმომადგენელმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც როგორც ჩანს, დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შემდეგ არც თუ ასე ვთქვათ, კორექტული პასუხი შეიძლება ჰქონდეს NDI-ის მისამართით. ადეკვატური კომენტარი რომ გააკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია კახელი. პირველად დამწყდა სხვათა შორის გული რომ არ ვარ კაცი და არა ვარ კახელი. 2 დღის წინ იყო გამოქვეყნებული საკმაოდ სერიოზული მონაცემები, რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგს საერთოდ რუსეთთან წარმოუდგენია ძალიან მჭიდრო ურთიერთობები და ამ ფონზე ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა დღეს და ის კომენტარები თუ ციფრები, როგორც მოგახსენეთ, იმსახურებს იმ კომენტარს, რომელსაც მე ადეკვატურად ვერ გავაკეთებ. საქართველოს დაღუპვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ორგანიზაციას. მე უკვე იძულებული ვარ მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას დახურონ ეს ორგანიზაცია საქართველოში, რადგან ამერიკას სახელს და ავტორიტეტს უტეხს სწორედ ამგვარი ორგანიზაციები, რომლებიც ბოკერიას შეთითხნილი რეიტინგებით მერე ცდილობენ განახორციელონ თავისი ვიწრო მერკანტილური მიზნები. ეს არის ახალი ხრიკები. არც 3% გვაქვს და არც 7%. პირდაპირ გეუბნებით კვლავ. დაახლოებით 1 თვის ვენახევრის წინ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. ამ კვლევით 33%-ია ქართულ ოცნებას, 30% გვაქვს ჩვენ და 7.6%-ია ნაცმოძრაობას. დღეს ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს იმ 57%-ის მისამხრობად. როცა ასეთი სიტუაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება კითხვა არა ის თუ ვის მისცემდით ხვალ რომ იყოს არჩევნები, იმიტომ იკვება 57%-მა არ იცის. არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება კითხვა თუ რომელი არის პარტია, რომელსაც არასოდეს არ მისცემთ ხმა. და ამ ჩამონათვალში 21% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, 19% აქვს ქართულ ოცნებას, იქ არის პატრიოტ ალიანსი და სხვები. ჩვენი პარტია ფაქტობრივად ჩამონათვალშიც ვერ მოხვდა. რაც ეხება საპარლამენტო ძალებს, რომლებიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არიან წარმოდგენილი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ ისინი კვლევის ერთ-ერთ ნაწილში, სადაც მითითებულია ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, არ მოხვდნენ ჩამონათვალში, შესაბამისად შესაძლოა სწორედ ეს უკავშირდებოდეს ავასანიას გუნდის ერთგვარ დუმილსაც. რაც ეხება ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათთვის მისაღებია დღეს წარმოდგენილი კვლევის შედეგები და ისინი აცხადებენ, რომ ამ კვლევის მიხედვით ხელისუფლება არჩევნებზე დამარცხებისთვის არის განწირული. მმართველი გუნდი კვლავ უნდობლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს პრეტენზიები მმართველი გუნდის მხრიდან, განსაკუთრებით იმ კომპანიების და იმ ფირმების მიმართ, რომლებიც ატარებენ საველე სამუშაოებს. ცხადია, რომ იგი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული ოცნება არის გაკოტრებული ძალა და მას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია ამ არჩევნების მოგების, ხოლო მოსახლეობას აინტერესებს სწორედ ის, თუ ვინ მოაგვარებს მათ პრობლემებს და კვლევაც მიუთითებს, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ნაციონალურ მოძრაობას. NDI-ის სახელი დაერქვა, მაგრამ ატარებს ორგანიზაცია
რომელიც წლების განმავლობაში არასწორ ანალიზს აკეთებდა სოციალურ-ეკონომიკურზე მოგახსენეთ, ასე რომ მდგომარეობა რთულია და პრობლემები არსებობს, ეს ისედაც ყველასთვის ცნობილია. პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს არასწორს. 2012 წლის მაგალითი კმარა მხოლოდ ამისათვის, რომ შევაფასოთ ამ ორგანიზაციის საქმიანობის ხარისხი. არჩევნებამდე პოლიტიკური კვლევის შედეგები კვლავ იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, აღნიშნულ კვლევაში კი მონაწილეობა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 4000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და კვლევის შედეგებში ცდომილება +-2.1%-ია. მადლობა მიშა, NDI-ის კვლევის შედეგები და შეფასებები პირდაპირ ეთერში მიშა ფეიქრიშვილმა გაგვაცდა. ხმაურის ფონზე წარიმართა დღეს ცენტრპოინტის საქმის არსებითი განხილვა. ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 დაზარალებული მენაშენეები რუსუდან კერვალიშვილს დაუპირისპირდნენ. დაზარალებულებმა კერვალიშვილი და საქმეზე პასუხისმგებელი ყველა პირის დაპატიმრება მოითხოვეს. პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა. პროკურატურა ცენტრპოინტის დამფუძნებლებს თაღლითობასა და ამხანაგობის კუთვნილი 11 მილიონზე მეტის მითვისებას ედავება. კონკრეტულად რას აცხადებენ დაზარალებული მენაშენეები და რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ნიკა მუკბანიანი და კახი ბატიაშვილი დეტალებით. სიტყვიერი დაპირისპირება რუსუდან კერვალიშვილსა და დაზარალებულ მენაშენეებს შორის სასამართლოს ხდომის დაწყებამდე მოხდა. ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 მენაშენეები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, დღეს უკვე ვახტანგ რჩეულიშვილის, რუსუდან კერვალიშვილის და ივანე ცაგურიას დაკავებას მოითხოვენ. ჩვენ ვითხოვთ ანაზღაურებას, მორალურ ანაზღაურებას ვითხოვთ და ბოლომდე დაგვითავა მესაფრე და ვითხოვთ რომ რჩეულიშვილიც მიუსვან ამათ გვერდში ვახტანგი ჟორდანი აუცილებლად ქეთი, იმიტომ რომ ეგ იყო ვინც იყო, მაგი რო არ ყოლოდათ, მაგენი ამდენ მახინაციებს ვერ მოახერხებდნენ და მზის შუქი არ უნდა დაანახოთ. ქეთი ჟორდანი აუცილებლად, ეგ გვამწარებ და არ ვიცი, ნუ ადამიანებად არ გთვლიდა საერთოდ. დაზარალებულების განცხადებით ფინანსურ მაქინაციებში ცენტრპოინტის ერთ-ერთი ფინანსური მენეჯერი ქეთი ჟორდანიაც შართული იყო, თუმცა თავად ჟორდანია ბრალდებებს უარყოფს. მე არავის არასოდეს არაფერს არ ვძალავდი, არავის არაფერს არასოდეს არ ვემუქრებოდი და აქედან გამომდინარე სხვა კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ძალიან დიდი ბოდიშია. გასაგებია, ქალბატონ ქეთევან, თუ დასჭირდა გამოძიებას ცენტრპოინტის საქმეზე ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 ეპიზოდზე დღეს ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა. მათი თქმით 10 წელია ცენტრპოინტის დამფუძნებლები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ. 10 წლის განმავლობაში ესე კი არც პასუხი ნორმალური არ გაგვიგია. მიზეზი არ ილევა. კომუნიკაციები უნდა ყოფილიყო ბინამდე შეყვანილი, კარფანჯრა გამართულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რაც არ იყო არაფერი შესრულებული. დაზარალებული მენაშენეების მოთხოვნა საქმეში პასუხისმგებელი ყველა პირის დაკავების შესახებ რუსუდან კერვალიშვილის შეცდომას უწოდებს. მათ გაუჩნდათ სრულ განცდა იმისი, რომ ამ მიმართულებით შურისძიებას შედეგი ექნება. ჩემი სურვილი მხოლოდ ერთია და არა მარტო დღეს, არამედ 3 წლის წინათ თქვესა. მე მზათა ვარ ყველაფრისათვის, რაც მოუტანს დაზარალებულებს შვებას და რაც იქნება მათი ზარალის ანაზღაურებისათვის უკეთესი. ოღონდ ის გზა, რომელიც დღეს არის არჩეული, წინასწარი პატიმრობა, მაიასი, არანაირი შედეგის მომტანი არ შეიძლება იყოს. საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში სასამართლოს კომპანიის დამფუძნებლების პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. დაცვის მხარე კი პროცესებს პოლიტიკურად მართულს უწოდებს. დღეს 5 მოწმე დაიკითხა, ყველა მოწმე როგორც ერთი ამბობდა ერთი და იგივე ტექსტს, რომ მოხდეს ვახტანგ რჩეულიშვილის პატიმრობის შეფარდება. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ჩემი ვარაუდები მართლდება, ეს არის რაღაცა მართვადი პროცესი. ეს საქმე დაყოფილი არის რამდენიმე ეპიზოდად, რიგ ეპიზოდებზე გრძელდება გამოძიება და თუ დადგება რიგი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, მათ უნდა დაიწყება სისხლისამართლებელი თემა. ცენტრპოინტის საქმეზე მომდევნო სასამართლოს ხდომა 1 სექტემბერს გაიმართება. რუსთავის ნომერ პირველი დაწესებულების ყოფილი დირექტორი ტარიელ ტყემალაძე დაიკითხა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მოწმემ გაიხსენა 2006 წლის 12 იანვრის ნავთლუღის სპეცოპერაციის შემდგომ ბაჩუ ახალაიამ და მეგის ქარდავამ სპეცრაზმელებთან ერთად რუსთავის ციხეში როგორც ცემეს 6 პატიმარი. მათ შორის ერთ-ერთი ლიკვიდირებული შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე იყო.
ციხის ყოფილი დირექტორის ჩვენებით სწორედ ბაჩო ახალაიასგან შეიტყო ნავთლუღის სპეცოპერაციის შესახებ და ისიც რომ თითქოს ახალგაზრდები რუსთავის ციხეზე თავდასხმას და პატიმართა გაქცევის ორგანიზებას გეგმავდნენ. ტყემალაძის განმარტებით მანამდეც რამდენიმე დღით ადრე გია გორგაძისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხეში იარაღის შეტანა იგეგმებოდა. გორგაძე ადმინისტრაციის ინფორმატორი იყო და ერთ-ერთი პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია დირექტორს მიაწოდა. ტყემალაძის განცხადებით ეს ინფორმაცია იმსახურებდა ყურადღებას და საჭიროებდა რეაგირებას, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობდა. პროცესი 8 აგვისტოს კვლავ ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება. ახალაიამ ხელი დაარტყა. მე მეგისამაც გადავამაც დაარტყა და სპეციალიზმაც ესე ვთქვათ გამოიჩინა გულისხმობი. ეს არის გულისხმობი. გადახეს ახლა ბიჭები გადახეს, პატიმრები გადახეს და თან წამოიყვანეს გასასვლელისკენ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხვით არიელ ტყემალაძის ჩვენების თანახმად ჯერ კიდევ 2006 წლის 9 იანვარს, ანუ სპეცოპერაციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე, მაშინ მისთვის სპეცოპერაციაში ლიკვიდირებულ ერთ-ერთი პირის ძმისგან ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ციხეში მზადდებოდა რაღაცა გაქცევა, ამასთან ერთად იგეგმებოდა ციხეში საცასროლი იარაღის შეტანა, რაც მან ანუ პატიმარმა გია გორგაძემ დროულად შეატყობინა ციხის ადმინისტრაციას. მოწმე პროცესზეც განმარტა, რომ გია გორგაძის თქმით პატიმარი ვინმე ქიცინიჩი იყო ის რომელთანაც უნდა შემოსულიყო საცასროლი იარაღი, მის ხელთ არსებული ინფორმაცია და რომელიც გეგმავდა საჯავახსრულების დაწესებულებიდან გაქცევას. არა, ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ არიელ ტყემალაძეს არ უქონს. ნათელია რომ მან გამოძიებაში მისცა სრულ ჩვენება და სასამართლოს ცდილობდა, რომ სასამართლო შეეყვანა შეცდომაში მისი სიცრუე ხილებული იქნა ბოლომდე და ბატონი ტყემალაძე, რომელიც იჯდა ტყემაზე, ჩამოყვანილი იქნა ხის ძირში. იუსტიციის სასწავლო ცენტრში სხვადასხვა უწყების მონაწილეობით ტრაფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამერიკის შეერთებული შტატების სარეიტინგო სკალაში წელს საქართველომ ევროკავშირსა და დასავლურ სახელმწიფოებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა და პირველ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრაფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ყველა საერთაშორისო რეიტინგში წელს ჩვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგად საქართველომ ყველაზე წარმატებული ქვეყნების ადგილი დაიკავა, იმიტომ რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, პროკურატურა ებრძვის ამ დანაშაულს ეფექტურად, ხოლო სოციალურ საკითხთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო ებრძვის იმ წინაპირობებს, რომელმაც ეს დანაშაული უნდა აგვაცილოს თავიდან. განსაკუთრებით კარგი შედეგები ეს აღიარა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს გადავიდა პირველ კალათაში. ეს არის შედეგი იმ ერთობლივი, კოორდინირებული და დაგეგმილი მუშაობის სამართალდამცავი უწყებებისა და დღეს ჩვენ ამ დღეს ერთად მიუძღვნით ჩვენს მოსაზრებებს და გავუზიარებთ ერთმანეთს. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. 153 ახალი გერმანული ავტობუსი დედაქალაქში და 13 მილიონი ლარი თანამედროვე პარკინგის მშენებლობისთვის. საჩენდება მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი და როდის გამოჩნდებიან დედაქალაქში ახალი ლურჯი ავტობუსები. დეტალები მაკალაშხიას რეპორტაჟში. ოცი-ოცდაათი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. თბილისის მერია ახალი მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტოსადგომის აშენებას იწყებს. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე იქნება მორგებული და ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას ადგილზევე გაუწევს. კიდევ რა ობიექტები აშენდება ტერიტორიაზე და როდიდან გამოჩნდება ახალი ტრანსპორტი ქალაქის ქუჩებში, ნახეთ მაკალაშხიას რეპორტაჟში. ეს არის შესასვლელი ხიდი, რომელიც აქ გაკეთდება, გადასასვლელი ხიდი იქნება, აქაც ოთახები განთავსდება. ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ავტოსადგომის მშენებლობის გეგმას გვაცნობს, რომლის თანახმადაც დიღომში 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 377 ავტობუსის სადგომი მოეწყობა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკინგის ასაშენებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 13 მილიონი ლარი გამოყო. სპეციალისტები
რომლებიც მოემსახურებიან აღნიშნულ ავტობუსებს, შესაბამის გადამზადებას გაივლიან, შესაბამის კვალიფიკაციას მიიღებენ, რომ შეუფერხებლად მოხდეს სერვისი ამ ავტობუსების მომსახურების. ავტოსადგომის გარდა ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობა, გამშვები პუნქტი, გაზგასამართი სადგური, სერვის ცენტრები, სამრეცხაოები და სხვა ობიექტები განთავსდება, რაც ავტობუსის მძღოლებს საშუალებას მისცემს გზავრების უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე გაიარონ. ავტოპარკის ტერიტორია თბილისის მერმა დაათვალიერა და შენობის საძირკველში კაფსულად ჩადო. ავტობაზაზე მოხდება მათი საწვავით უზრუნველყოფა, მოხდება მათი გარეცხვა, გასუფთავება, ტექნიკური მომსახურება, იმისათვის რომ იყვნენ სრულად გამართულები, იყოს სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტული. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაგი ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ობიექტზე 250 ადამიანი დასაქმდება. გოგი გულორდავას თქმით, ავტოპარკის მშენებლობა მარტში დასრულდება. მარტის თვეში აუცილებლად დასრულებული იქნება, მაგრამ გვაქვს შუაში, რაღაც სექტემბრის თვეში რაღაც ნაწილი ავტობუსების მისაღებად გასამზადებელი რაღაც ნაწილი და ესეც იქნება უკვე სექტემბრის თვეში უკვე დასრულებული, რომ პირველი ნაკადი მივიღოთ ავტობუსების. თბილისის მერიამ გერმანული კომპანია მანისგან 153 ავტობუსი შეიძინა. 12 მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამის გარდა, მერია უახლოეს პერიოდში შედარებით პატარა ზომის ავტობუსების ყიდვასაც გეგმავს. სექტემბრიდან კი თბილისის ქუჩებში უკვე ლურჯი ავტობუსები გამოჩნდებიან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. რამდენიმე წუთის წინ გიორგი კვირიკაშვილმა ამ მომრჩეველს მცხეთა მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. გენო ოსიყმაშვილი ესწრებოდა კანდიდატების წარდგენას და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. გენო, ვინ არიან ქართული ოცნების კანდიდატები და რა განცხადებები კეთდება? გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა მთიანეთის რეგიონში ქართული ოცნებიდან მაჟორიტარი დეპუტატები სულ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. მცხეთაში ეს იქნება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ხოლო ამავე რეგიონში მეორე მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ასევე დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. მოგეხსენებათ, ახალი კანონის შესაბამისად, საარჩევნო კანონის შესაბამისად, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის ოლქები გაერთიანდა და სწორედ ამ გაერთიანებული ოლქში იქნება წარმომადგენელი ქართული ოცნებიდან ზაქარია ქუცნაშვილი. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან წარდგენის დროს ზაქარია ქუცნაშვილი დაასახელა როგორც გააცნო როგორც მთის კანონის თანაავტორი და სანამ კანდიდატებს წარადგენდა, ასევე მან ყურადღება გაამახვილა ქართული ოცნების მხრიდან მთის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნებისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტი იქნება მთაში ხალხის დაბრუნება და ამისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. თქვენ ხის მეგობრებო, საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია. იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება. ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღების შედეგად უნდა მივახციოთ იმას, რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველი მოსახლეობა და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მთა არ დაცარიელდეს. მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ქართული ოცნება წარმოგიდგენთ დიმიტრი ხუნდაძეს. გაერთიანდა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქები და გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად ჩვენ ვასახელებთ გამოცდილ პარლამენტარს, მთის კანონის თანაავტორს ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს. წარდგენის შემდეგ უკვე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებმა ჟურნალისტებთანაც გააკეთეს განცხადებები. დიმიტრი ხუნდაძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა იმ სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომლებსაც ისინი განახორციელებენ გამარჯვების შემთხვევაში. ისინი საუბრობენ გზების დაგებაზე, განათლებაზე და ასევე მთაში ხალხის დაბრუნებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი შევასრულეთ, ძალიან ბევრი უკვე დასასრულს მივახლოვდა. ეს არის საფუძველი იმისა, რომ უახლოეს თვეებში ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შევასუსტოთ, ასე ვთქვათ, შეგვიძლია უკვე დაახლოებით 700-800 სამუშაო ადგილი შევთავაზოთ მცხეთელებს და სოფლის მაცხოვრებლებს. საქართველოს თიანეთი, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის სახით არის უღალატო ზურგი თბილისის დედაქალაქისთვის. და შესაბამისად თიანეთი დიდი ხანი ელოდება იმას, რაც მას მრავალი წელია ეკუთვნის. ამიტომაც როგორც პრემიერმა ბრძანა პირველი სექტემბრიდან სრული მოცულობით დამოქმედება კანონი
მთიანი რეგიონების განვითარების შესახებ და ჩვენ დაუბრუნებთ თავს იმას, რაც მას დიდი ხანია ეკუთვნის. ჩვენ მთავარი მონაპოვარი, რაც შევძელით და გავაკეთეთ, ერთ-ერთი მთავარი ეს არის თავისუფლება, ის რომ დღეს საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არიდევნებიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, თავისუფალია მედია. ეხლა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის სწრაფად განვითარება, ეკონომიკურად წინსვლა. ამ დროისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიება უკვე დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნებიდან მცხეთაში მაჟორიტარ დეპუტატი კანდიდატი იქნება დიმიტრი ხუნდაძე, ხოლო თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის ოლქში ზაქარია ქუცნაშვილი. მადლობთ, გენო სიყმაშვილი იგვერდებოდა მცხეთიდან. დღეს ქუთაისში ოპერის თეატრთან შეკრებილ მოსახლეობას პატრიოტთა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა აღნიშნეს, არჩევნებზე მათ ქუთაისში ორი კანდიდატი ეყოლებათ: ნინო ონიანი და გია ბახტაძე. დღესვე პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელებმა ოზურგეთისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინეს. ბორჯომში პარტიის მაჟორიტარი ზურა ხაჩიძე იქნება, ხოლო ოზურგეთში შოთა გოგიბერიძე. და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთვის წარმატებებს უსურვებთ ჩვენს მეგობრებს. ძალიან მომხარული ვარ, რომ პატრიოტთა ალიანსმა გამომიცხადა ნდობა და ჩამაბარა ესოდენ ესე ვთქვათ საპასუხისმგებლო მისია და მე დარწმუნებული ვარ იმ პრობლემებს ჩვენ ამომრჩეველთან ერთად, ვინც ჩვენ ხართ დაგვიჭერს სრულიად საქართველოში და კერძოდ ბორჯომში აუცილებლად მივახცევთ გამარჯვებას. ვაპირებთ ბრძოლას, ვაპირებთ მივიდეს ხალხამდე ინფორმაცია, რომ ჩვენ ჩავევით ამ ბრძოლაში და მაქსიმალურად შევეცდებით ხალხის გამოყვანას არჩევნებზე თუ კი შევძედით, მე დარწმუნებული ვარ, ლელოსაც ბოლომდე გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი რაღაცა სიკეთეს ყველა მომდარს ჩვენ ქვეყანას. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივებს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელა გორთამაშვილი წარუდგინა და ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. შალვა ნათელაშვილმა შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა. დღეს სახელოვან ახმეტელებთან გვაქვს შეხვედრა და ახმეტელებთან ვდებთ ხელშეკრულებას. შევცვლით ამ ხელისუფლებას და მათ მიერ მიცემულ დაპირებებს, რაც შესრულებადია, ჩვენ შევასრულებთ. საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ფილადელფიაში გამართულ მსოფლიო ლიდერთა ფორუმზე ისაუბრა სახელმწიფო ხალხისათვის თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე. ფორუმში მონაწილეობის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შეხვედრები უკვე შედგა მიჩიგანის შტატის სენატორთან გარი პიტერსთან, კონგრესმენ ადამ შიფთან და კონგრესმენ ჯერი კონოლთან. შეხვედრებისას განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, კანონის უზენაესობისა და მედია პლურალიზმის საკითხები. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც. შევხვდით კონგრესმენებს და სენატორებს, გავაცანით რა სიტუაცია საქართველოში, როგორ მიდის არჩევნების მზადება და რაც თავარია ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა გუნდმა. ჩვენ კოლეგებს გავაცანით პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, თითოეულ შეხვედრაზე საუბარი იყო მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე, კანონის უზენაესობაზე და ამ პრობლემებზე საქართველოში და იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ახლოს დააკვირდება ამ პროცესს და სწორედაც რომ ვაშინგტონისა და თბილისის ინტერესებშია, რომ საქართველოში ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. 20:30-ში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. ახალგაზრდა დედა და ახალშობილი თავშესაფარში, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ვინ არის დედაშვილი, რომელთა ისტორიასაც გიამბობთ და როგორ აღმოჩნდნენ ისინი სოლიდარობის სახლში. როგორი ბრძოდა მომავალი დედა ახალი სიცოცხლის გადასარჩენად და რა წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდა მას. ნინუცა კახნიაური გიამბობთ. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება Black-Sea Arena, ხვალ გრანდიოზული კონცერტით იხსნება მსოფლიო ვარსკვლავის კრისტინა აგილერას შოუსთვის. ახლა Black-Sea Arena-ს სცენაზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი ჟურნალისტი სოფო ჟღენტი იმყოფება შეკვეთილში, სადაც ხვალ კონცერტზე დასასწრობად 1000-ობით ადამიანი შეიკრიბება.
მე ხა ბლექსი არენაზე მიმყოფები, სადაც ზუსტად 24 საათის შემდეგ ქრისტინა აგილერა მსოფლიო ვარსკვლავი წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. დღეს თელი დღის განმავლობაში ქრისტინა აგილერას ტექნიკური ჯგუფი ამოწმებდა ყველა დეტალს ამ სცენაზე, ხმა გასწორებული არის განათება. თელი დღის განმავლობაში აქ მუშაობენ ასევე ქრისტინა აგილერას ქორეოგრაფიული ჯგუფის წევრები, რომლებიც გენერალურ რეპეტიციას გადიან. ჩვენ ჟურნალისტებით, ასევე ქორეოგრაფიული ჯგუფის წევრებიც ელოდებოდნენ თავად ვარსკვლავს, რომ ის გამოჩნდებოდა ბლექსი არენაზე და გაივლიდა გენერალურ რეპეტიციას, თუმცა ის დღემდე ამ წუთამდე აქ არ მოსულა. თუმცა ჩვენთან საუბარში მოცეკვავეები, ჯგუფის წევრები აცხადებდნენ, რომ ის აუცილებლად მოვა და შოუმდე, გრანდიოზულ შოუმდე აუცილებლად გაივლის გენერალურ რეპეტიციას. კრისტინას რეპეტიციის გასავლელად ახლა ველოდებით ქართველი მსმენელი კი ხვალ არაჩვეულებრივ ვოკალს მოისმენს და დიდ წარმოდგენას ნახავს. ახალ სიმღერებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ძველი ნამუშევრებიც. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საქართველოში პირველად ვართ უკვე 3 დღე რაც ჩამოვედით და ძალიან მოგწონს ყველაფერი, დავათვალიერეთ ქალაქიც. ახლა ჩვენ ხვალინდელი შოუსთვის ვემზადებით, ეს არაჩვეულებრივი წარმოდგენა იქნება. მე ისევე როგორც ქრისტინა აღელვებულები ვართ. ქართველ მსმენელს დიდი შოუ ველოდება. კარგი განწყობა იგრძნობა, რაც ჩვენც და თვითონ მთლიანად ჯგუფს ძალიან ხელს უწყობს ამ ყველაფრის წარმატების წარმართვაში. ველოდებით წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს და დაიწყოს გენერალური რეპეტიცია და მზადება ხვალინდელი დღისთვის. მე იმედი მაქვს, რომ საოცარ სანახაობას ვიხილავთ ყველა ერთად. წითელი ცეცხლოვანი შოუ ბლექსი არენას სცენაზე. ზუსტად როდის დაიწყება ქრისტინა აგილერას მეგა შოუ ბლექსი არენაზე უცნობია. ეს თავად პოპვარსკვლავმა უნდა გადაწყვიტოს, რაც შეეხება მაყურებელს, მათ 7 საათზე უკვე შეუძლიათ შემოვიდნენ ბლექსი არენაზე და დაიკავონ ადგილები. როგორც ორგანიზატორები გვეუბნებიან, ბილეთების გაყიდვა უკვე ბოლო 2 დღის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა. განსაკუთრებით აქტიურები არიან ტურისტები. რაც შეეხება ბილეთების ყიდვას, ამ ეტაპზე 90% გაყიდულია, თუმცა ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ ბილეთების შეძენა ხვალად შეიძლება, განსაკუთრებით შესაძლებელი არის იმ სექტორში, რომელიც ახალ დამატებულია და მისი ფასი 50 ლარია. ახალგაზრდა დედა 5 დღის წინ დაბადებულ შვილთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს. როგორ იბრძოდა მომავალი დედა ახალი სიცოცხლის გადასარჩენად და რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია მას შვილის გამო? ნახეთ ნინიცა კახნიაურის რეპორტაჟში. ბედნიერი ვარ, რომ აი პატარა სიცოცხლე, პატარა თიკუნა მყავს, რომლის თვალებში შეხვედვის არ შემრცხვება. 25 წლის სოფოს თიკუნას გაჩენამდე ბევრი დაბრკოლება შეხვდა. როცა შეყვარებულმა მისი ორსულობის შესახებ გაიგო, მიატოვა. შემდეგ ოჯახი დაუპირისპირდა. ბავშვის მოცილებას თხოვდნენ, თუმცა სოფომ შვილზე უარი არ თქვა. ყველა ერთად მეჩხუბებოდა, რომ აი რას ამბობ, ბავშვი არ უნდა გაჩნდეს, სირცხვილია, ვინ რას იფიქრებს. თიკუნა უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მსხვერპლი და სხვები რომ შვიდად ყოფილიყვნენ და ყველას მინდა რომ უთხრა, რომ აი არაფერი დანაშაული არ არსებობს გასამართლებელი ბავშვის მოცილების. მეზობლების და ნათესავების დასამშვიდებლად აბორტი არ გაიკეთა. სახლიდან გამოგდებულმა და ყველასგან გარიყულმა ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობა დაიწყო და ბინა დაიქირავა. თუმცა 9 თვის ორსულმა დილიდან დაღამებამდე დაღლთან დგომა ვეღარ შეძლოდა თავშესაფარს. სოლიდარობის სახლს დახმარების თხოვნით მიმართა. ჩვენ ახლა კი მარტო ვართ მეგობრების და სოციალური ქსელის დახმარებით და ბევრი გამოგვეხმარება მოგცა, მაგრამ ახლა ვიყვებით თავშესაფარში, ისიც მაქვს გააზრებული, რომ ყოველთვის თავშესაფარში ვერ იქნები. ბევრი წინააღმდეგობების მიუხედავად თიკუნა ხელში მყავს. ბევრი კარგიც მოხდება, ყველაფერს კარგს მივაღწევთ და გაგვიმართლებს ვიქნებით ყველაზე ბედნიერი და თიკუნა იქნება ყველაზე მაგარი, ყველაზე კარგი, იმიტომ რომ რა ვიცი, სანამ დაიბადებოდა, იქედანვე ამდენ წინააღმდეგობას უძლებდა. სოლიდარობის სახლი თამარ ლომაშულმა 9 თვის წინ დააარსა. თავადაც ტრაფიკინგის მსხვერპლია. მაშინ, როდესაც თავად უჭირდა, სხვები დაეხმარნენ. ახლა ძალადობის მსხვერპლ ქალებზე თავად ზრუნავს. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში სახლი დაიქირავა და ბენეფიციარებს უვლის. შემოსავლის ერთადერთი წყარო შემოწირულობაა. მომენიჭა, ასე ვთქვათ, და მომცეს ეს სტატუსი, ტრაფიკინგის მსხვერპლის სტატუსი. მე არც კი ვიცოდი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის სახით მსხვერპლს ურიცხავს 1000 ლარს. როგორც კი ეს თანხა გადმომერიცხა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ვიყავი დარჩენილი და 1000 რაღაცა მჭირდებოდა, მე ვარჩიე, რომ გამეკეთებინა ეს ძალიან დიდი საქმე და ჩემნაირი ქალბატონებისთვის აღმომეჩინა დახმარება და უცებ ეს სპონტანურად გადავწყვიტე ამ თავშესაფრის გაკეთება. აი ამ 1000 ლარით დავიწყე ეს ყველაფერი.
დღემდე სოლიდარობის სახლმა 25 ბენეფიციარი მიიღო. ახლა ფინანსური კრიზისი აქვთ. ქირის თანხას $300 ვეღარ იხდიან. შეიძლება სახლის დაცლა მოუწიოთ. არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, საკვების ფულს გვირიცხავს და საკვებზე ვთქვათ, არა გვაქვს ხა ისეთი კატასტროფული პრობლემა და რაღაც. აქ მთელი აქცენტი არის ქირაზე, იმიტომ რომ ეს ქირა რო გვაქვს გადასახადი და ეს კომუნალურები რო არის გადასახადი, ეს რა თქმა უნდა არის წელში გაწყვეტა. სოლიდარობის სახლში ახლა 4 ორსული ბენეფიციარი და პატარა თეკუნა ცხოვრობს. 5 დღის წინ დაბადებულ გოგოს ერთად უვლიან და იმედი აქვთ, რომ ისევ კეთილი ადამიანების დახმარებით საცხოვრებელს არ დაკარგავენ. ასეთი იყო 29 ივლისის 20:30 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030.news. მე გემშვიდობებით ნახვამდის.